can say you're my fantasy the way you shine. Take my hand, my dear, where's the broken mind? You know you stop picking, but I was testing mine. And now I beg to see you dance one more time. Ooh, wow, მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო მშობლებო. დღეს კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში გვაქვს ჩვენება ახალი კლიპის, რომელიც გადავიღეთ და გამზადდა საფხულში, ქობულეთში გადავიღეთ და კიდევ შეკვეთილში კომპოზიტორთა პარკში. სწორედ მისი ჩვენება გვაქვს ახლა და კიდევ ზედ დამატებული პატარა კონცერტი, რომელიც ძალიან მომეწონება გქონდა გითხრათ. გამოდის მთელი სტუდია და ანსამბლი. ეხლა რაც შეეხება კლიპზე უნდა ვილაპარაკო. ანუ როგორც გითხარი, კლიპი გადავიღეთ კომუნეთში. ძალიან დიდი შრომაა ჩადებული ამ კლიპში, მინდა გითხრათ. მისი ტექსტის და მუსიკის ავტორი გახლავართ მე, თქვენი მონამორჩილი. დათო ჯამელი გვიღებდა ოპერატორი და არანჟირება ეკუთვნის მართლა გურამ მამულას. მეგონი ტაში გუწევთ. ყველაზე მთავარი ჩემი საუკეთესო ბავშვები, სტუდიის საუკეთესო ბავშვები და ასამბლის ბავშვები იყვნენ ამ კლიპში. მათაც ძალიან დიდი შრომა ჩადეს, ტაში ეკუთვნით ძალიან დიდი. კიდევ მშობლები, რომელიც გვერდზე მყავდნენ, მეხმარებოდნენ ყველანაირად და ძალიან მაგარი მშობლები მყავს ტაში. გადამავიწყდება მადლობის გადახდა, მადლობას უხდით მერიას, კულტურის სამსახურს, ბატონ რამაშიოშვილს, დელა მაისურაძეს, სააგენტოს ხელმძღვანელობას, ჭედრიშვილს, მაცამ ჭედრიშვილს, ქეთი დვალიშვილს და ავსასამეს ხელმძღვანელს ქალბატონ ქეთი გერდაველს. მადლობა მეთქიო თანაგონისთვის, რა უნდა დაგიფასოთ ამ ყველაფერს. ეხლა კი ნახოთ ჩვენი ლამაზი კლიპი და შემდეგ შეასრულებენ ცოცხლად კლიპის ბავშვები.
ატარების ჯგუფი. ტექსტის და მუსიკის ავტორი გახლავთ მანანა გვერდისელი. ხო თქვენებო. Oh,
Შემდეგი სიმღერა გახლავთ სიმღერა საქართველოზე, რომელსაც პატარების ჯგუფი შეგვისრულებს. სტუდია მზე, ხომ მივიღებთ.
სიმღერა საქართველოსთან შეგუძლებს დიდების ჯგუფი. სტუდიამდე ხალხ მიიღება პროცესი. Uno
გაანა კონფერენცია. რატომ დგავარ სცენაზე, მაგას ნელ-ნელა მოგახსენებთ. ჯერ ცოტა შორიდან მინდა დავიწყო. პირველ რიგში მადლობა თქვენ აქ მოსვლისათვის, მადლობა იმისთვის, რომ სტუდიამზის ახსაზრდელები ხართ, მშობლებმა გადაწყვიტეთ, რომ სტუდიამზე შემოსულიყავით და თქვენი ბავშვები ალბათ მანანასთვის მიგენდოთ. 2011 წელს ქალბატონმა მანანამ დაარსა ანსამბლი იმედი და სტუდია მზე. 2011 წლიდან მოყოლებული, აგერ უკვე 15 წელი შესრულდება ძალიან მალე, რამდენიმე თვეში, რაც ქალბატონი მანანა მთელი ერთგულებით, მთელი სულითა და გულით აკეთებს შთამომავლებისთვის და თაობებისთვის საქმეს, რომელსაც მასწავლებლობა ჰქვია, მუსიკის სიყვარული ჰქვია და კიდევ მრავალი წელი გააგრძელებს. ზოგმა თქვენთან გადმაიცის მე ვინც ვარ და შესაბამისად მთელი ჩემი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა,
მე ვარ ამ სიტყვაზე პასუხისმგებელი, რომ მთელი სულითა და გულით, მთელი მონდომებით და აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი გააჩნია ფიზიკურ განათლების და ყველანაირ რესურსს დებს მანანა იმისთვის, რომ სტუდია მზემ აღსაზრდელები აღზარდოს და 15 წელი არც ისე ცოტა არ არის. თაობები გაზარდა, თაობებს შეაყვარა სიმღერა და მუსიკა და ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იცის და ვინც არ იცის იმათაც ვეთქვი, რომ გააგრძელეს მერე მუსიკის სიყვარული და პროფესია დაქციეს ეს მანანას მოსწავლეებმა და გავიხსენებთ ჯემოს, რომელიც ახლა კონსერვატორიაში სწავლობს და მის კარიერას თვალს ვადევნებ. მანანას საქმემ ძალიან ბევრ მოზარდს და თაობას გაუჩინა მუსიკისადმი სიყვარული. და რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე, რომ გარდა იმისა, რომ თელმა შიდა ქართლმა, გორმა და გორის რაიონმა უმეტესობა ყოველ შემთხვევაში მანანას საქმიანობის შესახებ იცის, მაგრამ ვიფიქრე, რომ რატომაც არა. მოდი, ვინც არ იცის გორში და გორის რაიონში, იმათაც მივაძვინოთ ხმა და რატომაც არა მთელ საქართველოში. და ყველგან, სადაც კი შეიძლება საქართველოს ხმა გავიდეს საზღვარგარეთაც, სადაც შეიძლება სილკნეტი, მაგთი, ყველა ინტერნეტ პროვაიდერი, ყველა ტელევიზიის პროვაიდერი, ნუ ახლა სილკნეტი და მაგთის გარდა ბევრი ტელევიზიის პროვაიდერი არის, რატომაც არა, მოდი ვაჩვენოთ ქალბატონი მანანას შემოქმედება და პირველ რიგში ის ბავშვები, ვინც მანანასთან არიან. და აქამდე კი მანანა ვერ ითმენდა და იძახდა, მაგრამ 2 ოქტომბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ოფიციალურად მოგვანიჭა ლიცენზია ტელევიზიის და ეხლა შემიძლია თამამად თქვა, რომ ქალბატონი მანანა ასევე უხელმძღვანელებს TV სტუდია მზეს და სტუდია მზის იმედის აღსაზრდელები მთელ საქართველოს მიაწვდიან ხმას, სადაც კი შეიძლება გავიდეს ტელევიზია, ყველგან მთელ საქართველოში იქნება ჩვენ შესახებ ინფორმაცია. ბავშვებს ნახავენ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველგან, სადაც კი ტელევიზორი ექნებათ და რაც შეეხება კონტენტს, რა იქნება, როგორ იქნება, ეს არის საბავშვო და სახმაწვილო ტელევიზია. ეს არ არის მხოლოდ ბავშვებისთვის, ეს იქნება მოზარდებისთვის და ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ ასევე ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც დაგვეხმარებიან მუსიკის და საბავშვო სასწავლო კონტენტის გაკეთებაში. კონტენტს რაც შეეხება, ეს იქნება მთლიანად ჩვენი სტუდია მზის მიერ წარმოებული. ტელევიზია ძალიან ბევრ და ძალიან დიდ სიახლეებს შეუყვნის საფუძველს. ხოლო სტუდია მზის მიერ შექმნილი კონტენტი იქნება, სასწავლო კონტენტი იქნება. რაც შეეხება ტელევიზიის გადაცემას, ეს იქნება სრული სატელევიზიო სივრცე, სადაც გავა ჯერჯერობით ბავშვების კლიპები, ის რაც მანანას აქამდე გაუკეთებია. ამის გარდა იქნება გადაცემები, ჩვენ შევალთ თითქმის ყველა ჯგუფში, სადაც ქალბატონი მანანა ატარებს გაკვეთილებს და გადავიღებთ ამ გაკვეთილებს და გავუშვებთ ტელევიზიაში, ამიტომ მშობლებო მოემზადეთ თქვენ ბავშვებს ნახავს მთელი საქართველო. ასევე იქნება გადაცემები, რომლებსაც ნელ-ნელა დავიწყებთ და უკვე დაწყებულია ამაზე მუშაობა. გაკვეთილების მიმდინარეობა და ყველაზე მნიშვნელოვანი ქალბატონი მანანა დაწერს ინდივიდუალურად სიმღერებს, რომელსაც ახამდე მთელი სტუდია მზისთვის და იმედისთვის აკეთებდა. გავაგრძელებთ ამას ისევ, ასევე ინდივიდუალურად ბავშვებისთვის დაიწერება სიმღერები, გადაიღება კლიპები და ეს გავა ტელევიზიაში და როგორც ემიგრანტი და ბასკეტბოლი უარსებობს, ისე იარსებებს. და ბავშვებისთვის ეს ხალხი იქნება კიდევ შეთავაზებული, კიდევ ძალიან ბევრ სიახლეს ვპირდებით, რაც ახლა რთულია რომ ცოტა დროში მოგაწოდოთ. პირდაპირ ეთერში იქნება ხოლმე შესრულებები და ბავშვებს საშუალება ექნებათ, რომ პირდაპირ ეთერში შეასრულონ თავისი სიმღერები.
მოკლედ მე გამინახავთ ხოლმე ხშირად კვირაში რამდენჯერმე ბავშვებო და ჩვენი გენერალური მენეჯერი მინდა წარმოადგინე, რომელთანაც ასევე კონტაქტი გექნებათ ხოლმე და რეჟისურის ნაწილს, ყველაფერ დანარჩენ ნაწილს იაგო შიულაშვილი. არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ბატონ გურამის, რომელიც სულ გვეხმარებოდა, მანანა სულ ეხმარებოდა 15 წლის განმავლობაში. ტელევიზიაშიც რა თქმა უნდა ჩვენ გამწევი ძალა იქნება და არანჟირების, მუსიკის ნაწილში, ხმის ჩაწერის ნაწილში, ყველაფერში ისევ ბატონი გურამი გვედგება გვერდში და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მას და მინდა მოგილოცოთ, გილოცავთ ყველას. პირველ რიგში იმად, ვინც ახლა თქვენს კლუბია მზეში ხართ ბავშვებო, თქვენ მთელი საქართველო გნახავთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ. ეხლა რა შეიძლება აღნიშნას, ეხლა ნელ-ნელა გავიდეთ გარეთ, ტორტი მოგვი გასაჭრელი და ცოტა სასმელიც უნდა ავღნიშნოთ ეს ყველაფერი. მოვდივარ და მესალმებაცა სიცოცხლის და სიხარულის ციხეზე რომ აივაკებს გზა ნეტავი რა მომენატროს მე ვიცი რად მეფერებამზე გორია და სიყვარული ჩე